Teleჟურნალი კვლავ პირდაპირ ეთერშია. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინიციატივა და სამომავლო პერსპექტივები. რა სარგებელი ექნებათ მასში გაერთიანებულ ფერმერებს და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი აქტივობების განხორციელება. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. საქართველოს მთავრობამ 2013 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონი მიიღო, რომელიც ევროპის პრაქტიკას ეყრდნობა. კანონის მიხედვით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგს და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს. დღეს მდგომარეობით მთელი საქართველოს მასშტაბით შექმნილია უკვე 40 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომლებსაც სტატუსი უკვე აქვს მინიჭებული. შესაბამისად, აღნიშნული კოოპერატივები გადანაწილებულია სხვადასხვა რეგიონების მიხედვით, მათ შორის პირველ ადგილზე, ასე ვთქვათ, პირობითად ლიდერობს შიდა ქართლის რეგიონი, სადაც უკვე 9 ერთეულია, ანუ 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია, მათ მოყვება კახეთის რეგიონი, იქაც 9 არის, მერე 8 არის ქვემო ქართლში და ასე შემდგომ, ესე ფაქტიურად კოოპერატივები გადანაწილებულია თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით. სამცხე-ჯავახეთი, ასევე სამეგრელოს ზემო სვანეთშია შექმნილი, მცხეთა-მთიანეთშია კიდევ 6 კოოპერატივი შექმნილი და ასე შემდგომ. ეს მთელი 40 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გადანაწილებულია სხვადასხვა რეგიონებში. კოოპერატივებში გაერთიანებული მცირე ფერმერული ჯგუფების ხელშესაწყობად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EMPARD-ის პროგრამა გრანტების გამოყოფას და სხვადასხვა სახის ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს. ევროკავშირის მიერ შეირჩა 4 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ. Grantების გაცემის სისტემა არის საკმაოდ რთული, იმიტომ რომ ჩვენ უნდა უზრუნველყოთ სწორი გამოყენება ამ გრანტების, უნდა უზრუნველყოთ სწორი გამოყენება ამ გრანტების და ამ გრანტებმა მართლა უნდა იმუშაოს კოოპერატივების სასარგებლოდ. ჩვენი ორგანიზაცია ვალდებულია გასცეს როგორც მინიმუმ 24 გრანტი 2 წლის განმავლობაში, თუმცა შეიძლება მეტი გრანტიც გავცეთ, გააჩნია ესე იგი პირობებს, გააჩნია ვინ მოვა ჩვენთან, რა იდეები ექნებათ. იმერეთის მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ევროპის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით კოოპერატივების შექმნა საქართველოშიც სოფლის მეურნეობის განვითარებას და გაძლიერებას გამოიწვევს. როგორც საზოგადოების ცნობილია, მიმდევნად წელს დასაწყისში პარლამენტის მიერ მიღებული იქნა კანონი კოოპერაციის შესახებ, რაც საშუალებას მიცემს აგრარულ სექტორში დასაქმებულ მცირე მეწარმეებს გაერთიანონ თავიანთი რესურსები და აგრარული სექტორი გახადონ მიმზიდველი როგორც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. ჩვენ და სამწუხაროდ მიმდინარე პერიოდში კონკრეტული ესეთი გაერთიანებები იმერეთის რეგიონში არ აგვაქვს. ამის აუცილებლობა განაპირობებდა იმას, რომ თავის დროზე მიწების დარიგება დაბალი მოცულობით, რომელიც იყო არაუმეტეს 1 გექტარისა, ვერ აძლევს გლეხს საშუალებას დაამუშავოს ეს მიწის ნაკვეთი იმ თვალსაზრისით, რომ ჭარბი შემოსავალი ქონდეს, რომელიც გამოიტანდა ბაზარზე. როგორაც ახლა ჩვენი გათვლებითა და მუშაობთ ჩვენი ინვესტორებთან და პროექტებზე, მინიმუმ 50 გექტარი მაინც უნდა იყოს, რომ რომელიმე ერთი სასოფლო კულტურა განანვითარო და სათანადო შემოსავალი იქნეს მიღებული. ამჟამად თანამედროვე კოოპერატიული სექტორი 100 მეტ ქვეყანაში 800 მილიონ წევრს და 100 მილიონ სამუშაო ადგილს ითვლის. იდეა საქართველოშიც იგივეა: მოსავლიანობის გაზრდა, დანახარჯების შემცირება, პროდუქციის რეალიზაციის გაუმჯობესება და სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. ეს მიწა ხო გვაქვს ჩვენ ის როგორც ეს წარმოვიდგენია, როგორც ერაყში არის ნავთობი და როგორც იმათ აქვს თავის მიწა და რაღაცა ისეთ განსაკუთრებულ რაღაცაში იყენებენ, აი ესეთ წარმოვიდგენია ის ჩვენი თერჯოლის ტერიტორია. და ეს ტყუილა არის რა, ეს ყველა ადგილები ტყუილად ცდება, ყანისთვის ცდება და რაღაცა ისეთი რაღაცებისთვის ცდება, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს არც ერთი ოჯახისთვის. აი ეს მე შემიძლია, რომ ეს ადგილებში, ამ ადგილებში გავაშენოთ ჩვენ აი ეს ოცხანური, აი ჩემ წევრებს, რომელიც აი დღესდღეობით იმაზე არიან, რომ ჩემთან ერთად ამშრომლონ და კოოპერატივის ჩემთან ერთად დააფუძნონ, იმას ერთად აი იმას ვაფუძნებ. დანარჩენი აი ეს მერე კიდე აუცილებლად მოვალში სრულები ორჯერ და 10 ჯერ გაიზრდებიან აუცილებლად. ბატონი გოგი არის ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდა და მოიფიქრა ეს საქმე. მოისმინა, მიხედა საქმეს, ჩამოაყალიბა თავისი კონცეფცია. მოვიდა ჩვენთან და გვიწყავ, რომ
ესეთი ამბავია, ესეთი საქმეა, როგორც მეურნე ხალხი და მშრომელი ხალხი, უნდა გავაკეთოთ პატარა კოოპერატივი, ჯერჯერობით პატარა თუ არა, ალბათ განვითარდება და თავის სახეზე თავის გზას მიიღებს 1-5-6 წელიწადში და ვიქნებით ჩვეულებრივი კოოპერატორები და მეურნე ხალხი, რომელიც წაადგება ჩვენ ქვეყანას, წაგვადგება ჩვენ თითოეულ ოჯახს და ამ გაერთიანებაში კიდე დასაქმდება ხალხი. სარგებლობს ველოდებით იმას, რომ გვინდა გაშენება ვენახის. არის დიდი მოთხოვნილება ღვინოზე, ხურძეზე. მამაპაპიდან მოგზდევს ეს ტრადიცია. ვაკეთებდით ბიდონებს, ვენავს, ყიდიდით, ვაშენებდით ადგილ-მამულში. დღესდღეობით გვინდა ავიღოთ, გავუერთიანეთ კოოპერატივში და ერთიანი ძალებით სარგებელი ჩვენს და ხალხსაც გავუკეთოთ. ყველა მცირე ფერმერს თუ გლეხს, რომელსაც აქვს გამართული ბიზნეს გეგმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანების საშუალება ეძლევათ. ამისთვის მაღალმთიან რეგიონში საჭიროა მინიმუმ 3, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე მინიმუმ 5 ადამიანის საერთო იდეის გარშემო გაერთიანება. გრანტის მოსაპოვებლად კოოპერატივებს უნდა ჰქონდეთ გამართული ბიზნეს გეგმა და საერთო ეკონომიკური ინტერესები, რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს სოფლის მეურნეობის ნებისმიერ სფეროს. გიორგი მაკარიძე მევენახეობას თერჯოლაში ეწევა. კოოპერატივების შექმნის იდეით მოხიბლულმა სურვილი მეზობელ მევენახეებსაც გაუზიარა და ახლა ერთობრივად ბიზნეს გეგმის შემუშავებასა და გრანტის მოპოვებაზე ფიქრობენ. რამდენად არის დაცული გენდერული ბალანსი ადგილობრივი თვითმმართველობის